I'm German homolos, I drink coffee and I know things. 42 ეპიზოდის სიტყვა არის სულმნობი. პირადად მე მხოლოდ ერთ სულმნობს ვიცნობ ჩვენს დღეებში, ახლა, აწმყოში. და მართლა საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შეიძლება შეხვდეთ. და სრულად გულწრფელი და ობიექტური ვარ, როცა ამას ვამბობ. სულმნობი არის თანამგრძნობი ადამიანი აყვანილი კუბში, კვადრატში კი არა, არამედ კუბში. უფრო კონკრეტული გაგებით ეს არის ის, ვისაც სულის დონეზე შეუძლია სხვისი ტკივილის და ბედნიერების გრძნობა, განცდა, გაზიარება, მოზიარეობა და ეს შეუძლია იმიტომ, რომ ქრისტესეული სიყვარულით უყვარს ადამიანები. ყალბად და ვეიმაყურად კი არა, არამედ ჭეშმარიტად უყვარს ადამიანები. როგორ გახდა სულმნობის სულმნობი? როგორ გახდებოდა? რა თქმა უნდა, ტკენით, წყენინებით, უსამართლო ჩაგვრით, გარიყვით, უარყოფით, იმედგაცრუებით, დეპრესიით, მასთან ბრძოლით, გამარჯვებით, დაცემით, წამოდგომით, ქრისტეს ძებნის სურვილით, ამ მიზნის ბოლომდე მიყოლით და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის პოვნით. შემდეგ კი თავდაუზოგავი ბრძოლით, რომ როგორღაც მას დამსგავსებოდა და დღემდე იბრძვის ამისთვის. და ეს ბრძოლა სულ არის, სანამ მიწაზე დავდივართ. როგორია უფალი? ადამიანურ გონებისთვის ამოუხსნელი, მიუწვდომელი, ვერჩაწვდომადი, თანამგრძნობელი. შვილს უწამებენ, უდანაშაულო შვილს, რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი მოჰქონდა. მოუკლეს და მაინც ჩვენზე ფიქრობს, მაინც ჩვენთან რჩება, მაინც თან აგვიგრძნობს, მაინც არ გვაქცევს ზურგს და სურს, რომ მასთან ერთად ვიყოთ მარადისობაში. ასეთი ღრმა სული აქვს სულმნობს და ის არავითარ შემთხვევაში არ გადგენს გულს. არ გავნებს და თავს ცუდად არ გაგრძნობინებს. სულმნობი უფლისგან გამოგზავნილი საჩუქრები არიან, კურნალები არიან, დადებითი ენერგიის შემომტანები არიან ჩვენს განწყობაში და ცხოვრებაში. და მანიშნებლები იმისა, რომ დროა დავიწყოთ უფლის ძიება, მთელი გულით, გონებით და სულით. ესაა სულმნობის უმთავრესი მისია დედამიწაზე.